გამარჯობა, მამუკა კომახია, რონდელის ფონდის მკვლევარი, გახდოთ დღეს ჩვენთან ერთად და მამუკასთან გვინდა ვისაუბროთ რუსეთის სამხედრო ყოფნაზე საქართველოში. სამხედრო ყოფნაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის რუსეთის მიერ და რითი არის, ასე ვთქვათ, რუსეთი წარმოდგენილი იქ და ვისაუბროთ იმაზე, რა იყო 2022 წლამდე განსაკუთრებით და რა ვითარებაა ახლა. კი ბატონო. თავიდან შეიძლება 2008 წლამდე არსებული ვითარებაც მოკლედ გამოვყოთ, იმიტომ რაღაცა კარდინალური ცვლილებები სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოხდა. 2008 წლამდე სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში, როგორც სხვა აფხაზეთის ცხინვალის რეგიონი, მაშინაც იყო ასე ვთქვათ, რუსები წარმოდგენილი, როგორც სხვადასხვა ფორმატით, ეს იყო სამშვიდობო ძალების ფორმატით იყო წარმოდგენილი და ასევე როგორც ის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა არაფორმალურად ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატუსი რაღაცნაირად გაურკვეველი იყო, რუსეთის მხარეს ეს ბაზა არასდროს არ დაუხურია, მაშინაც კი, როდესაც ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზები დაიხურა. 2008 წლამდე სამშვიდობო ძალების ფორმატში აგრძელებდნენ რუსები მოღვაწეობას ამ რეგიონებში, თუმცა 2008 წლიდან უკვე ვითარება კარდინალურად შეიცვალა და რუსეთისთვის ამან უფრო ოფიციალური, ასე ვთქვათ, მხარე მიიღო. თუ 2008 წლამდე რუსეთი ამას მალავდა, რაღაცნაირად მიღბავდა, არ საუბრობდა ამის შესახებ, 2008 წლის შემდეგ მან, როგორც ვიცით, აღიარა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ ამ რეგიონში ფორმალურადაც განათავსა უკვე თავისი სამხედრო დანაყოფები. რამდენიმე ტიპის სამხედრო დანაყოფს აქვს ალბათ საუბარი. ერთი არის სრულყოფილი სამხედრო ბაზა აფხაზეთში, ამ სამხედრო დანაყოფს ქვია მეშვიდე სამხედრო ბაზის სახელით მოიხსენიებენ, რომელიც 2008-დან 2022 წლამდე ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, ასევე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადღაც 4000-დან 4500-მდე სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა. მთავარი ბაზა იყო გუდაუთაში, თუმცა რაღაცა სხვადასხვა პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, სამხედრო ინფრასტრუქტურა მათ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰქონდათ განლაგებული. იგივე ვითარება იყო ცხინვალის რეგიონშიც, სადაც მათ მიერ დაარსებულ სამხედრო ბაზა ცნობილია როგორც მეოთხე სამხედრო ბაზა და მათი მთავარი, ასე ვთქვათ, დასაყრდენი ორი პუნქტი იყო, ეს იყო ჯავა და ცხინვალი, თუმცა სამხედრო ინფრასტრუქტურა მთელი ცხინვალის რეგიონის მასშტაბით იყო განთავსებული. თუმცა რუსების სამხედრო ყოფნა ამ ორ რეგიონში მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა, ეხლაც არ შემოიფარგლება. კიდევ ერთი სამხედრო დანაყოფი ეს არის რუსეთის უშუალოდ ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო, რომელიც ფარგლებს საგანგებოდ შეიქმნა ახალი დანაყოფები და რომელიც მთავარი მოვალეობა ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის კონტროლი. ეს შეიქმნა როგორც აფხაზეთში, ისევე ცხინვალის რეგიონში. დღეს საოკუპაციო ხაზი კონტროლდება რუსი მესაზღვრების მიერ, რომლებიც სამართლებრივად ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ FSB-ს, როგორც ვთქვით ჩვენ ამ ორგანიზაციას. ეს არის ორი დიდი სამხედრო დანაყოფი, რომელიც ასე ვთქვათ 2008-დან 2022 წლის ჩათვლით ძალიან აქტიურად საქმეობდა ამ რეგიონებში. უცებ ჩაგიკითხები, რუსი მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზის გარდა დგანან თუ არა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარზე, უბრალოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, რომელიც დროებით რუსეთის მიერ არის, ასე ვთქვათ, ოკუპირებული. აფხაზეთსაც გულისხმობ, ანუ კოდორის ხაზსაც გულისხმობ მასთან ერთად და ცხადია როკის გვირაბს და მიმდებარე ტერიტორიას. როკის გვირაბთან და ფსოუში ესე პირდაპირ არ დგას, იქ რაღაცა მცირე დანაყოფები სავარაუდოდ არის, განსაკუთრებით რუსეთის ტერიტორიიდან და როკის არა, იქ თავისუფალია გადაადგილება, უბრალოდ რომ გადადიხარ, იქ არის რაღაცა სიმბოლური სასაზღვრო პოსტია და ასევე არის ძირითადად უფრო საბაჟო პოსტი და მსგავსი, ასე ვთქვათ, დანაყოფები, ამიტომ მათი გადაადგილება, ასე ვთქვათ, უფრო თავისუფალ რეჟიმს წარუდგენს. განსაკუთრებით მათ გამაგრებული აქვს როგორც საოკუპაციო ხაზი, სადაც არსებული სავარაუდო მონაცემებით, სადაც 1500-მდე მესაზღვრე უნდა იყოს, რომელსაც მთელი საოკუპაციო ხაზის გასვლის აქვთ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სასაზღვრო ინფრასტრუქტურა აშენებული და სწორედ ასე ბორდერიზაციაზე, რაღაცა გატაცებებზე, სწორედ ეს სამხედროები არიან ჩართული, რომელიც ფედერალური უშუალობის სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მუშაობენ. ასევე შეიძლება აღვნიშნოთ, თუ სამხედროებზე მუშაობთ, ხო, გარდა იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად არიან ჩართული, რა თქმა უნდა, ამის შესახებ თქვათ ესე ღია ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ეგრეთ წოდებულ საელჩოში ასევე არის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, აითად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე,
ასევე უშროების მიმართულებით, ეს არის ოფიციალური ადამიანები, რომლებიც დიპლომატის სტატუსს ფლობენ და ასე ვთქვათ, მათი სახლები და გვარები ცნობილია. ანუ ამას გარდა შეიძლება იქ მუშაობს ახლა სხვა უამრავი ადამიანიც, რომლის შესახებ ჩვენ ესე ღია წყაროებიდან არ გვაქვს ინფორმაცია. გარდა ამისა შეიძლება აქ ღირს ალბათ ვახსენოთ, რომ აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში ასევე ფუნქციონირებს ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც არის რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი პროექტი. ოღონდ ისინი 2008 წლიდან რამდენი წელი დაჭირდა, ასე ვთქვათ, ამით დაფუძნოს და ისინი ზოგადად სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობენ და დღეს ის სოხუმში და ასე ვთქვათ, ცხინვალში ფუნქციონირებს და ამ კრიმინალთან ბრძოლაში ისინი ერთობლივ ბრძოლას აწარმოებენ. ასე რომ საკმაოდ ბევრი მიმართულება ამ უსაფრთხოების სექტორის კუთხით, მარტო ეს რო სამხედრო ბაზა, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც იქ რაღაც თავის საქმეს ასრულებს. ეს 2022 წლამდე ესეთი ვითარება იყო, ახლა 2022 წლის შემდეგაც ვითარება არ შეცვლა, ახლა არც ესეთი არ გაუქმებიათ, უბრალოდ აქ შეინიშნება ძალიან ესეთი საინტერესო ტენდენცია, რომ მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზის თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ეხლა რთულია იმის თქმა, თუ რამდენია ეხლა იქ რუსის სამხედრო, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება სადაც უხეშად რო ვთქვათ 1500-მდე კაცია დარჩენილი, 1500-1500 კაცი ორივე რეგიონში, მათ დიდი რაოდენობა, ნუ იცით რომ წასულია უკრაინაში და ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობენ. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ამ მტკიცებულება ახლა არ გვაქვს ძალიან რთულია ესეთი მონაცემების მოპოვება, იმიტომ თვითონ ეხლა ამათი ხელმძღვანელი გოლების ამოცნობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ღია წყაროებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალიან კაცად აკონტროლებს ამ ტიპის ინფორმაციას, მაგრამ ეხლა ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ეხლა 2022 წლამდე აი მოდი ვთქვათ პრაქტიკულად ღიარ გავიდოდა, რომ ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე რაიმე სახის სამხედრო წვნა არ ჩატარებულა. სხვადასხვა ტიპის ხან ტანკისტები ვარჯიშობდნენ, ხან არტილერისტები, ხან დრონებით ვარჯიშობდნენ. აი ყოველდღიურად რაღაცა ტიპის აქტივობა იყო. აი როგორც კი ომი დაიწყო, ეს ეგრევე გახდა შესამჩნევი, რომ მსგავსი ტიპის აქტივობის შესახებ ცნობილი არ არის. არ შეიძლება აქ თქვათ, რომ ისინი ამას ფარულად აწარმოებენ, ხო, მაგრამ ძალიან რთულია რომ ესეთი ტიპის ინფორმაცია დამალო, ისინი ამის ღია წყაროებში ამ ინფორმაციის გავრცელებას უწყობდნენ, ხას მუდმივად ამის დემონსტრირებას ახდენენ, რა სხვა ტიპის იარაღი გამოცადეს, სხვა ტიპის ხელსაწყო სამხედრო მანქანები გამოცადეს, მაგრამ ეხლა დამატებით აქ გვაქვს ჩვენ ესეთი ინფორმაცია, რომ აი მაგალითად აფხაზების და ოსების მუდმივად ამბობდნენ, რომ აი მას შემდეგ რაც ბევრი სამხედრო წავიდა და შესუსტა მათი გავლენა ოკუპირებულ რეგიონებში, საჭირო რომ ჩვენ თავადაც გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დანაყოფები, იმიტომ რომ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ქართულ მხარესთან ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რუსი სამხედროები იმ რაოდენობით აღარ არის, რომლებიც იყვნენ და ნუ არჩიოთ კავკასიაში არ არის მათი რაოდენობა იმდენი, რომელიც ადრე იყო. ხო, ანუ ეს შიშები 2002 წლის შემდეგ მათ გაუხსნა. თავდაპირველად განსაკუთრებით დიდი იყო შიში, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი გაეხსნა, ესარგებლა ასე ვთქვათ ამით. და ისინი ძალიან შეშინდნენ 2002 წელს. თუმცა თვითონაც ბევრნი არიან წასულები, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში დაღუპულთა რაოდენობა გვაქვს მონაცემები ამ ინფორმაციას თავ დროების ფრონტში ჩვენ ასე ვთქვათ მონიტორინგს უწევთ, ნუ ღია წყაროების საშუალებით რა თქმა უნდა და დღევანდელი მონაცემებით აი გეტყვით მეახლოებით სადღაც 65-მდე ოსი მებრძოლია დაღუპული. ოღონდ მე საუბარი მაქვს აქ ცხინვალის რეგიონიდან წასული. ჩრდილოეთ ოსეთიდან წასულებს სადღაც 700-მდე კაცია. ვის დაიღუპა, მაგრამ სამხრეთ ოსეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან სადღაც საუბარი 65 ადამიანზე, რომლის შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ისინი ნამდვილად დაიღუპნენ. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ დღევანდელი მონაცემებით სადღაც 45 კაცის გარდაცვალების დადასტურება შეგვიძლია, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ძალიან ბევრი ადამიანი აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში, რომელიც დაკარგულად ითვლება. ანუ თავად ისინი ამბობენ, აი მაგ განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ამ მსგავსი ტიპის ინფორმაცია ხოლმე ღია წყაროებში ეს მოიპოვება, რომ მაგალითად ვეძებთ ამადამ ოჯახის წარმოადგენს, რომელიც დაიკარგა რამდენიმე თვის წინათ, სავარაუდოდ მაგალითად ზაპოროჟიეს მიმართულებით, ხო? და მისი მოძებნა ვერ ხედავ. ნუ დიდი ალბათობით ხო ის ან ტყვეთაა ჩავარდნი, ან გარდაცვლიან. ტყვეთ ამის შესახებ უფრო ადვილად ხდება ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, იმიტომ რომ შემდეგ გასვლის დროს იყენებენ და ხშირად ამბობენ ხოლმე. მაგრამ სავარაუდოდ ესეთი ადამიანები გარდაცვლილი. ეხლა აქ მოგვიჩენია ჩვენ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვე იყო გარდაცვლილი და უბრალოდ იმის გამოყენება ბრძოლის დროიდან ვერ ხდებოდა. ასე რომ დღეს ჩვენი მონაცემები სწორედ ამას გვეუბნება, რომ სადღაც 65-45-ზეა გარდაცვლილი ადამიანთა, ასე ვთქვათ, რაოდენობა ამ რეგიონებიდან.
თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, იმიტომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ აი ცხინვალის რეგიონში გაცილებით მეტი ადამიანი წავიდა ვიდრე აფხაზეთიდან და მას ხშირად ამბობენ სხვათა შორის, რომ აი ოსები რატო წავიდნენ უფრო მეტი ვიდრე აფხაზები, ხო? რაღაცა ეს რაღაცნაირ საალპარაკო თემაც გახდა. თან ისიც სხვადასხვა დანაყოფებში იბრძვიან, ესეც უნდა აღინიშნოს, თუ აფხაზები ძირითადად მაინც ინტერნაციონალ ბრიგადა პიატნაშკას წევრები არიან, ну თუმცა სხვადასხვა დანაყოფებში შეიძლება იყოს, მაგალითად იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ისინი რუსულ სამხედროები იყვნენ, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში მსახურობდნენ. რამდენიმე სხვათა შორის ქართული გვარითაც არის და ერთ-ერთი პირველი დაღუპული, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო, ну ყოველ შემთხვევაში მას სკოლის პერიოდში იცნობდა როგორც ეთნიკურად ქართველს, თუმცა შემდეგ როგორც რუსეთში წავიდა, ის ასე ვთქვათ მისი ეთობა ასიმილაცია მოხდა იმ რუსულ გარემოში და შემდეგ რუსულ სამხედრო ისე დაიღუპა ამაში. რაც შემო ოსების შემთხვევაში უფრო მრავალფეროვნადაა საქმე. თავის დროზე რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში დასაქმების კარგი ადგილი იყო, იმიტომ რომ კარგი ხელფასი, კარგი როგორც ყველა სამხედრო ბაზა რუსული. ძალიან ბევრი ადგილობრივი წავიდა ამის საფუძველზე, სხვათა შორის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მმართველობის პერიოდში საერთოდ აი ფაქტიურად ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად გააუქმეს. ну დღეს როგორც ამბობს, 500-მდე კაცია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ჯარში. აი იმიტომ თქვენ ზათმინდა ჩვენ ჯარი, აგერ არიან რუსები და ისინი რუსები დაგვიცავენ დანარჩენები აგერ ვიმსახუროთ ამ ასე ვთქვათ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაში. ახლა პრობლემა რა იყო, როცა ომი დაიწყო, ეს სამხედრო ბაზის თანამშრომლები გაიწვიეს. ამას მოყვა დიდი ამბავის ცხინვალის რეგიონში, რომ ომში იწვევენ, ну ალბათობა დიდია, რომ ასე ვთქვათ გარდაიცვლება ისა. მანამდე ახლა იყო რომ ომი არ დაიწყებოდა არასოდეს და ისინი კარგ განაზღაურებას მიიღებდნენ და ასე ვთქვათ, სიცოცხლესაც შეინარჩუნებდნენ, მაგრამ როცა ომი დაიწყო, ну ბიბილომა ესეთი პასუხი გაცა, ну რა ვქნათ, ეს მათი არჩევანია, ჩვენი უფლებამოსილება მეოთხე სამხედრო ბაზაზე აბსოლუტურად. შესაბამისად, ცხინვალის რეგიონიდან გარდაცვლების შემთხვევაში ძალიან ბევრია, ვინც დაიღუპა სწორედ როგორც მეოთხე სამხედრო ბაზის თანამშრომელი. ეგეთი რანგით. თორე არიან იქ ადამიანები, რომელიც მაგალითად იგივე პიატნაშკეს სამფურავდნენ ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო ბატალიონში, სადაც აფხაზები არიან ძირითადად, არის შტორმ ოსეტია, ალანია, სხვადასხვა სარმატი, სხვადასხვა ოსური დანაყოფები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გაერთიანებულები არიან, ზოგი რაღაცა ცალ-ცალკეა ხოლმე ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ზოგი 2014 წლიდან უპეირებს საერთოდ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, აი ახრაავიცბა ხო, პიატნაშკის ხელმძღვანელია, 2014 წლიდან იბრძვის ახლა. ხო? ასე შესაბამისად, ოსების შემთხვევაში όσο მრავალფეროვნად არიან ისინი განაწილებული. დანაყოფებში თან არ დაგვავიწყოს, რომ ჩვენ ჩრდილოეთ ოსეთსაც უფრო ორგანიზებულად აქვს ეს საქმე გაკეთებული. მენიალო, რომელიც არის ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი, ის ყოფილი სამხედროა. ასე ვთქვათ, ფლოტის ადმირალია თუ არ ვცდები და 2008 წლის აგვისტოს ომში ის დესანტის განმოსვლას ხელმძღვანელობდა სხვათა შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასე რომ მას რაღაც 2008 წლის ომში წაკ მონაწილეობა მიღებული, ოღონდ აფხაზეთის მიმართულებდა, არა ცხინვალის რეგიონის მიმართულებდა, ასე რომ აი თვითონ ამათი ჩართულობის კუთხით ეხლა დღეს ესეთი ვითარება აქვს და გრძელდება ესა ძალიან ყოველდღიურად, ну თვე არ გავა რომ ვიღაცა მაინც არ დაიღუპოს, იმიტომ რომ ახლა ბოლო პერიოდში მაგალითად რამდენიმე ოსი დაიღუპა კურსკის მიმართულებაში დაფიქსირდა რამდენიმე ასე ვთქვათ ეს გარდაცვალება, ეს ნიშნავს რომ ვთქვათ ისინი ამ მიმართულებითაც რაღაცნაირად გადაისროლენ, მაგრამ ძირითადად ისინი მაინც რაღაც დონბასის მიმართულებით იღუპებიან და რაღაც სხვადასხვა ასე ვთქვათ თათ ესე თათ ვერ ვიტყვით რომ ეთნიკური ბატალიონებია, ზოგან არიან ძირითადად ოსები და აფხაზები, მაგრამ ზოგიერთი მაგალითად სხვადასხვა მოხალისეური ბატალიონებში მუშაობენ, ეს რაღაც მათ პირად არჩევანს ესე დამოკიდებული. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ანატოლი ბიბილოვი ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი სწორედ დონბასის რეგიონში მოღვაწეობს დღეს, რომელსაც ის ძალიან აქტიურად იყენებს თავის პროპაგანდისტული მიზნებისთვის, ეს მათ ძირითადად არ დაეხმარა ცხინვალის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებში, მას ეგონა რომ რაღაც ეს მას მოუტანდა გარკვეულ სარგებელს, მაგრამ იდეაში მისმა ეგრეთ წოდებულ პარტიამ რაღაცა პროპორციულ იმაში პირველი ადგილზე გავიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უმცირესობაში აღმოჩნდა, მაგრამ ის აქტიურად მოღვაწეობს იქ, ეხლა ის რაღაცა ერთ მოხალისეურ ბატალიონში ასე პროპაგანდის მიმართულებას და პირად შემადგენლობასთან მიმართულებას კურირებს, აქტიურად ჩნდება ამ პროპაგანდისტულ ვიდეოებში, როგორც სხვა მებრძოლები, სხვა თორე განსაკუთრებით ახრაავიცბა, რა ვიცი, აი ამის დღე არ გავა რომ რაღაცა რომელიღაც რუსულ სატელევიზიო არხზე არ მოხდა, განსაკუთრებით სალონიკს უყვარს ხოლმე მისი მოწვევა და ეს ლეგენდარული ახრაავიცბა ესე იტყვიან ხოლმე, ასე ლეგენდარული პიატნაშკა და ლეგენდარული ახრაავიცბა და რა ვიცი, სულ ტელევიზორშია არ ვიცი ზოგადად ასრებს. ეგეთ თემით რაღაც სატელევიზიო ვარსკვლავი და ხშირად მოსკოვშიც იწვევენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ანუ ეს პროპაგანდა რუსეთში მუშაობს, რა ძალიან ბევრი აფხაზი და ოსია მასში ჩართული და
მათთან პირადად მეგობრობენ მაგალითად რუსი დეპუტატები და ამის რაღაც. ამავდროულად აფხაზეთში ჩასვლა აუკრძალეს, ხო? თან. ხო, აი არძიმბას თემა, ახრავითბას თემა ძალიან საინტერესოა, რომ მას ჰქონდა აკრძალული ის ასლამჟანიასთან ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი დაპირისპირებაში იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ მიმდინარე ეხლა რაც ეხლა რამდენიმე კვირის უკან იყო ოკუპირებული აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები, ახრავითბა მხარი საბოლოო ჯამში დაუჭირა ასე ვთქვათ ბჟანიას გუნდს. ან ვისაც ებრძოდა. თუმცა ახრავითბა მანამდე ხაჯიბასაც ებრძოდა. ის რომ ხაჯიბა 2020 წელს ხელისუფლებას ჩამოშორდა, სწორედ ახრავითბას დამსახურება იყო, მისი აქტიურობის შედეგად ჩამოშორდა და ასლამჟანია სწორედ ახრავითბას დამსახურებით მოხდა, ანუ ახრავითბამ შავი საქმე გააკეთა, შემდეგ ასლამჟანია ეს გამოვიდა თეთრი საყელოთი და გახდა დე-ფაქტო პრეზიდენტი, მაგრამ შემდეგ მათ დაპირისპირება მოვიდა და ისე მოხდა რომ მე ახრავითბა რაღაც სკანდალში გაეხვა რაღაც საზღვარი, ეგრეთ წოდებული საზღვარი რუსეთ-აფხაზეთის შლაგბაუმის დემონსტრაციულად გადმოკვეთა მანქანით, ისე რომ დაიჯახა ამას და ამის გამო რაღაც პრობლემები ჰქონდა, ნუ მას მყავს პატრონები ასე ვთქვათ კრემლში, მაგრამ მისი ჩართულობა ახლა ასლამჟანიას გუნდის სასარგებლოდ, ბადრანგუბას სასარგებლოდ ალბათ გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთი იანვარში ჩააბარეს გავლენიან კაცს კირიენკოს, სერგეი კირიენკო, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს მოადგილე, ძალიან ცნობილი ადამიანი, ეს ელცინის პერიოდში ის იყო პრემიერ-მინისტრი გახსოვთ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, თორსად ვლადიმერ პუტინი FSB-ს ხელმძღვანელს, სწორედ მისი მმართველობის დროს დაენიშნა, არის ცნობილი ვიდეო კადრებიც არსებობს. ასე რომ კირიენკო მე პუტინის მმართველობის პერიოდში დაბრუნდა, სხვადასხვა კირიენკოს უკავშირდება სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, ამუშავება, ანუ ზაფხულისთვის მზადების პროცესი. იცი არა, აეროპორტის თემა დიდი ხანია დააზრულია, კირიენკოსთან ჩემი აზრით არ არის პირდაპირ კავშირი, უბრალოდ შეიძლება დაჩქარება რაღაცა კირიენკომ და დიდი კაცი ჩაერია, ასე ვთქვათ, საქმეში, რომ დავაჩქაროთ ეს და 1 მაისს უკვე ფრენები განვახორციელოთ. რას უკადნის აეროპორტის ამოქმედება, ასე ვთქვათ, რას ცვლის? იცი რა, ნუ აფხაზებისთვის შემოსავლები გაიზრდება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტია, დასაქმების ასე ვთქვათ წყაროა, რაღაცა კვაზი სახელმწიფოებრივი გარემოა ხო, რაღაც აფხაზეთში და ეხლა როგორია ხა აეროპორტი რო არ გავს. რა მნიშვნელოვანი აეროპორტი ჰქონდა, მით უმეტეს, როცა მოსკოვში, პეტერბურგში გადაფრენა უწოდათ, მათ ან სოჩში ან ადლერში უნდა ჩასულიყვნენ, ან ნუ სამხრეთ რუსეთის ნებისმიერ აეროდრომში და იქ უნდა ჩაფრენილიყვნენ, ეხლა როცა შეუძლიათ სოხუმიდან იფრინონ მათ ძალიან თავისუფლად. ეს აფხაზების გამოსახედიდან გარანტია შემოსავლებია, რეპუტაცია მათთვის რეპუტაციული საკითხი და შეუძლია თქვა რომ აი ჩვენ სახელმწიფოად რაღაც აეროპორტი გაგვაჩნია საერთაშორისო დონის და ასევე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის ხო რუსეთის სამხრეთის აეროპორტი ძალიან დატვირთული იყო სოჩის და ადლერის და ეს რაღაც ჩათვალეთ რომ რუსეთის სამხრეთი დამატებით კიდევ ერთი აეროპორტი იქნება იმიტომ რომ მისი გამტარიანობა როგორც საკმაოდ მაღალია ხა შეუძლია რაც რამდენიმე 1000 სტუმრის მიღება დღის განმავლობაში შესაბამისად ხა აფხაზეთი ძალიან მოთხოვნადია რუსულ ტურისტებში ხა ბოლო წლების განმავლობაში მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს აფხაზეთს ეს ერთდღიანი იქნება თუ მრავალდღიანი ნუ ტურისტი ყველა იქნება როგორც ვიცი რაღაც 1-20 საათზე მეტი თუ სტუმრო ძალიან ბევრი ერთდღიანი ტურისტი ყავთ იმიტომ რომ რიწის ტბა და ათონის ღვინები ძალიან მოთხოვნადი ტურისტული ასე ვთქვათ სანახაობა ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის მაგრამ როგორც აფხაზეთში განსაკუთრებით სოხუმის ჩრდილოეთში ხო სადაც ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად განვითარება ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის და ეხლა ნუ ადრე ჩადიოდნენ მატარებელთან მანქანით შემდეგ საზღვარზე გადმოდიოდა და ზაფხულის პერიოდში აი რამდენიმე ათასობით ადამიანი დგას ხოლმე იქ ფეხით ვის გადადის და რა ვიცი ათასობით მანქანა საცობების ეროზული პრობლემაა და ეხლა თვითონ ამას ალბათ გაჩნია ფასი როგორ იქნება ალბათ საავადმყოფო ხელის საწოლი იქნება გარდა ამისა ეხლა ბოლო პერიოდში შეინიშნება განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რომ მათ აფხაზეთის ათვისება სხვა კუთხით დაიწყეს ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტად ვითარდება და ეხლა ეს აეროპორტის აშენება რაღაც უცხო ადამიანის გაკეთებული არ არის მის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია ეკუთვნის რაშიდ ნურგალიევს რომელიც არის ცნობილი რაშიდ ნურგალიევის შვილი მამასთან შვილს ერთ არის სახელები და გვარებია ეს რაშიდ ნურგალიევი არის რუსეთის უშუალობის საბჭოს დივნის მოადგილე და ის არის უშუალობის საბჭოში ოკუპირებულ რეგიონებზე პასუხისმგებელი. მასაბარია ეს თემა, ანუ კურატორია უშუალობის საბჭოდა, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი, მაგალითად ცხინვალის რეგიონში მას საერთოდ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ებარა და მაგ პროექტებს კურირებდა. მათ შორის არა მარტო სამხედროს, არამედ სამოქალაქო ტიპის პროექტებსაც, იმიტომ რომ რაღაც საოკუპაციო ხაზის გამაგრებაში იყო ჩართული ეს ადამიანი და ხშირად ჩამოდის ხოლმე ნებისმიერ დე-ფაქტო ლიდერი ოკუპირებულ რეგიონის, რომელიც ჩადის მოსკოვში აი მაგალითად სხვა ვინმეს თუ ვერ ხვდება და ვერ ახერებს აი რაშიდ ნურგალიევთან ეს შეხვედრა ყოველთვის შესაძლებელი არის
მისი შვილი აკეთებს ამას 10 მილიარდზე მეტი დაждდა ეს პროექტი 10 მილიარდ რუბლზე მეტი შესაბამისად რა ვიცი აქ ვიღაცა ფულისი შოვა რაღაცა რომელიღაც კომპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ხო ეხლა რუსი ოლიგარქების მადა აფხაზების მიმართ საკმაოდ გაზრდილი ეს პოლიტიკური კრიზისი რაც მოხდა ეხლა აფხაზეთში ხო ნოემბერში სწორედ ამ ოლიგარქული მადის შედეგიც არ როგორც ამბობენ ეხლა აფხაზეთში ის საერთო შეთანხმება რომელიც უნდა დადებული იყოს სწორედ რუსი ოლიგარქების ინტერესებს უკავშირდებოდა იმიტომ რომ რამდენიმე რუსი ოლიგარქია საუბარი რომელზეც ამბობდნენ რომ მათ უნდათ ძალიან დიდი შეღავათებით ესარგებლოთ და აფხაზეთში ბიზნესი ეწარმოებინათ ისე რომ ეს ადგილობრივი აფხაზების ხარჯი მოხდარიყო ხო ადგილობრივი ბიზნესი რომელსაც რა თქმა უნდა რესურსები შეზღუდული აქვს ხო ეხლა ვერც ერთი მდიდარი აფხაზი ბიზნესმენი თავისი შემოსავლით ვერ შეედრება ნებისმიერ რუს ოლიგარქს ხო განსაკუთრებით საუბარია ტკაჩევზე რომელიც კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორი და რუსეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრია რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მოქალაქეობას აქვს მისი დიდი ამბიციების შესახებ არის რომ ის ისეც ფლობს ახლა ჰექტორობით მიწას ბიჭვინთის მიდამოებში ამას კიდევ უფრო დიდი ისინი უნდა ასე ვთქვათ ტერიტორიები და შეღავათები და ცნობილია რომ ტკაჩევი დაკავშირებული ასევე დონბასში სოფლის მეურნეობის სფეროში სოფლის მეურნეობის პროდუქტ ოკუპირებული უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების არალეგალურ ასე ვთქვათ ვაჭრობაში და იქიდან გამოაქვს მათ ხორბალი და ის რაც მოიპოვება ხა იმ ოკუპირებულ რეგიონებში იცით რომ უკრაინაში საკუთარ ნოყიერი ნიადაგებია აგროპროდუქტებისას და გამოაქვს და როგორც ამბობენ ეს ადამიანი არ აიჩარს რომ თუნდაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და რაღაც ეს თემები საკმაოდ კარგად იცის აქვე შეიძლება აღვნიშნოთ ის რახან ინფრასტრუქტურა ჩამოვარდა და საუბარი აეროპორტთან ერთად სარკინიგზო გადაზიდვებით საკმაოდ გააქტიურდა ეხლა და მე ზღვასაც შევედი კი ზღვაც ალბათ ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება იმიტომ რაღაცა ეს რკინიგზა რაღაცნაირად სწორედ ამ ზღვასთან არის მასში ეხლა ძალიან მარტივი ის არ ვიცი ეხლა არ მაქვს მე ესე შიდა ინფორმაცია მაგრამ ღირა წყაროები და მონაცემები გვაძლევს რაღაცა ვიმჟელოთ ყოველ შემთხვევაში ერთად ამ თემაზე ხო ბოლო წლებში აფხაზური რკინიგზის შემოსავლები იზრდება თვითონ წერენ ამას ოფიციალურად რომ რაღაცნაირად ეს მზარდია ყოველწლიურად სადღაც 100 მილიონ რუბლზე ნაკლები მზარდი ისა ზრდა არა ხო ნუ შეიძლება ეს რაღაცა დოლარში რო გადავიყოთ რადგან განსაკუთრებით დინთა არ იყოს მაგრამ აფხაზი ძალიან პატარა რეგიონია სადაც მათი მონაცემები სადაც 245,000 კაცი ცხოვრობს თუმცა რეალურად სადღაც 180-200,000 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ეს სხვა მონაცემები დაყრდნობით შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვიმჯობოთ ეხლა სხვა საუბრის თემა ხა ამაზე უფრო ღმათ არ ვისაუბროთ მაგრამ ჩავთვალოთ რაღაც აი კარგი 250,000 კაცი ცხოვრობს როგორც ოფიციალურ მონაცემებში აქვს თავად აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურებს ხო მოყვანილი ეს შემოსავლები იზრდება ეს ნიშნავს რომ აფხაზური ინფრასტრუქტურა რაღაცნაირ რკინიგზს ვითარდება მაგრამ არ შეუძლია შეიძლება დიდი ტვირთების გადატანა განსაკუთრებით მაგრამ ახლა ეს შემოსავლები საიდან იზრდება ხო ახლა აფხაზეთი ისე არაფერს არ აწარმოებს ხო განსაკუთრებით ხო ანუ ეს ჩვენ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ რაღაცნაირად იქ რუსული ტვირთების შემოდის იმიტომ რომ ეს შემოსავლები განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გაიზარდა სავარაუდოდ შემოდის რუსული ტვირთები ნუ არ ვიცით რა ტვირთები და ისი პორტები სოხუმისა და ოჩამჩირის პორტით მიდის გაურკვეველი მიმართულებით აი მაგალითად 2023 წლის მარჩში დაფიქსირდა ძალიან საინტერესო ფაქტი, ესა სურათების გადაიღეს ამის, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ არ მოხდა 63 საკონტეინერო მატარებელი დაფიქსირდა, სადაც 63 კონტეინერი იყო თუ არ ვცდები დაფიქსირებული და ეს ამბობენ რომ სავარაუდოდ ოჩამჩირის პორტიდან მოხდა ამის გადაზიდვა გაურკვეველი მიმართულებით. ნუ ამა ჩართული იყო რაღაცა მესამე ქვეყნის გემები. ალბათ ეხლა მთლად ოფიციალურ დონეზე ეს ვერ მოხდებოდა მესამე ქვეყნებიდან, აქ შეიძლება რაღაცა ამ შავი ზღვის მეზობელი ქვეყნებიდან უფრო კერძო გემებზე ალბათ საუბარი, რომელიც გარისკეს, ასე ვთქვა და ეს არეგალური საქმიანობა იწურდეს. ხო, ახლა არავინ არ იცის რა იყო ამ საკონტეინერო მატარებელში, ამ კონტეინერებში და მე უკანო გაბრუნდა, რითი გაბრუნდა, ხო? თან ახლა როდესაც კითხულობთ ამ ინფორმაციებს ღია წყაროებში, იქ შეიძლება ამბობენ, რომ ეს ხოლმე პირველი გადაზიდვა იყო, თორე უკვე სატესტო ბევრჯერ არის გაკეთებული და მიმდინარეობს ეს ახლა აქტიურად ამას გადაზიდვა. ახლა იანვარში მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, ოჩამჩირის პორტში, რომელიც 2024 წლის იანვარზეა საუბარი? 25-ის უკვე. კი, იანვარში, ეხლანდელი იანვარზე საუბარი. თქვენ დასრულდა საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. ამის სურათებიც არის ოფიციალურად, ეს დამალული ინფორმაცია, რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო ინფორმაცია არ არის. ამას ოფიციალურ ინტერვიუებში ამბობენ. საუბარია იმაზე, რომ შეუძლიათ 1200 კონტეინერის დასაწყობება და მომსახურება. რაღაც ოჩამჩირის პორტთან საკმაოდ ახლოს, 500 მეტრიდან რაღაც 1 კილომეტრზეა საუბარი. ანუ ეს რას ნიშნავს? ვიღაცამ კონტეინერები უნდა ჩამოიტანოს ტვირთი, სადაც უნდა წაიღოს სადღაც ჩამოვიდეს ზღვაზე და სადღაც უნდა წავიდეს. სადღაც უნდა წავიდეს. ანუ სარკინიგზო ხაზზე ამუშავდა ოჩამჩირემდე
და ოჩამჩირედანაც სადღაც გზა არის. ხო, ოჩამჩირის აქეთ გზა არ არის, ჯერჯერობით სარკინიგზო ხაზი, ხო? ამას შეგვიძლია მე ვისაუბროთ, მაგრამ ოჩამჩირეს მთავრდება ეს სარკინიგზო ხაზი. ეს არ არის იმ დონის, ეს ინტენსიურად მიიღო, ჯერ შეიძლება თვირთები, იმიტომ რაღაცა მეტი ისჭირდება, ხო? რაც რეაბილიტაცია ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კონტეინერების მიღება შეუძლია. საკონტეინერო ტერმინალები თქვა არ აქვს, არ გაუკეთებია. იქ საკმაოდ მოწინავე მაგალითად ამწები ყავთ დაყენებული, ჩინეთიდან ჩამოიტანეს როგორც ვიცი, ჩინელი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომელიც ამის ასე თუ კონსტრუქციაში მიიღეს მონაწილეობა და ასე ვთქვათ ინჟინერ სპეციალისტები ვინც მართავს ამას ისინიც დაატრენინგენ ამ კუთხით ასე რომ ამას ფულს არავინ არ ჩადებდა რომ არა რაღაცა სავაჭრო ურთიერთობები ხო ეხლა ეს ჩვენ გვაფიქრებთ ეხლა ეს სადისკუსიო თემაა ახლა ადამიანს ეს მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი მაგრამ შეგვიძლია ვიმჟელოთ ამაზეც რომ ანუ მას შემდეგ რაც რუსების სანქციების ქვეშ მოექცა ხო რუსები ეძებს სანქციების გვერდისავლის საშუალებებს ხო სხვა მიმართულებით და ну რაც მეტი იქნება ეგეთ საშუალება სერი ზონები ნაცისფერი ზონები ხრელები შავი ხრელები ყველგან ჭირდება ну ეს ოკუპირებული აფხაზეთი ერთ-ერთი მშვენიერი ზონაა ამისთვის კი სხვა ზონებიცაა ხო უამრავი მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ოკუპირებულ რეგიონებზე ხო ანუ დიდი ალბათობით ოჩამჩირის პორტი ოჩამი ხაბი ასე ვთქვათ გადაიქცევა იმათ რომ ეს იქნება არალეგალური ეკონომიკური საქმიანობისთვის ერთ-ერთი და ხა ვერ ვიტყვი ხა ძალიან მნიშვნელოვანი ხო მოცულობა ძალიან პატარა ეხა იმ კინიგზასაც ამდენი გადაზიდვა არ შეუულია ხო სხვა უამრავი ასეთი შავხრელია ხო რუსეთს მაგრამ ეს არის დამატებითი საშუალებაა და ეს ალბათ სავარო ჩაბარებული აქვს ვიღაც ამდენიმე ასე ვთქვათ ოლიგარქს და რამდენიმე ასე ვთქვათ კირიენკოს პირდაპირ ხო კირიენკოს ჩაბარდა რომელიც ამას უხელმძღვანელებს ხო იმიტომ რომ და კირიენკო არ დაგვაქვს ჩვენ რომ ის უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მთავარ კაცად ითვლებოდა ხო ანუ ოკუპირებულ რეგიონებში მუშაობის გამოსვლები და არალეგალური სქემების დაალაგების გამოსილება მას აქვს ეხლა აფხაზური შავი ხვრელის განვითარების თემაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ზღვაზე აქვს გასასვლელი. და ხო, ოჩამჩირის ზღვაზე გახვალ და მე იქ რა ვიცი, ხა რა ვიცი, დროშების გამოსვლა მაგრამ შეიძლება ხოლმე და სამტვირთების გამტარიანობაზე რო ვისაუბროთ, არ გონია რომ რაღაც მაღალი გამტარიანობა. ეს არ არის საუბარი, მაგრამ დამატებითი საშუალებაა ეს. როდესაც ახლა რუსეთი ესეთ მასობრივ იმაშია, ხო, რაღაც სანქციების პოლიტიკა მიცინაამდე, ხო? რაც მეტი იქნება ეს უფრო რაღაც ახალ შესაძლებლობას გაძლევს, ხო? ნუ რაღაც შეიძლება ვიღაცა კერძო პირებისა, კერძო ბიზნეს ინტერესების არის ამი ჩადებული. მოდი შევეხოთ ოჩამჩირის პორტსაც, ანუ იქ რაღაცა გარდა იმ განცხადებებისა, რაც ჩვენ მოვისმინეთ სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის მართლა რაღაცა ნაბიჯები გადადგმული შეგვიძლია ვთქვათ რომ აი სამხედროსთან ერთად მაგალითად სამოქალაქო აი მტვირთების გადაზიდვის თემაც არის უკვე აქტუალური ასე ვთქვათ ან აქტუალურად მიმდინარეობს ეს საკითხი აი რის თქმა შეგვიძლია ხო ოჩამჩირის პორტი ხა პოპულარული გახდა ესე საზოგადოებისთვის და გარესამყაროსთვის შავი ზღვის ქვეყნებისთვის მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებისათვის თორსები 2023 წლის დეკემბერი ბოლო პერიოდი იყო როდესაც გაჟღერდა ესეთი ინფორმაცია ასლან ბჟანიასა და ასლან ბჟანია ყოფილი დე-ფაქტო ლიდერი აფხაზეთისა და ვლადიმერ პუტინის სოჩის შეხვედრის შემდეგ. ბჟანია გამოვიდა ამ შეხვედრიდან და თქვა რომ მიღწეულია შეთანხმება ოჩამჩირეში მუდმივი ბაზირების სამხედრო საზღვაო პუნქტის გახსნის შესახებ. აი ესეთი განცხადება გააკეთა მან. ამას სულ შოკი გამოიწვია სხვათა შორის საზოგადოება, მათ შორის აფხაზეთში იმიტომ არ იცოდნენ. აფერი დღემდე მანამდე ოფიციალური პირებისგან, რუსებისგან მე არ გამიგია ამის შესახებ რაიმე ის განაცხადი განაკეთებინა, მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ იქ რა შეიძლება გააკეთოს და როდის შეიძლება გააკეთოს. ითქვა რომ ამაზე თან რაღაცა შეთანხმება გაფორმებულია, რომელიც ესე ღია წყაროებში თუმცა რაღაცა პუნქტი სულ იყო, ხო? სულ იყო. საქმე მაგა პუნქტი იყო, ან სამხედრო პუნქტი იყო, იმიტომ რომ იქ მათ შეუძლიათ 10-მდე სასაზღვრო დანიშნულების კატარღის მიღება და 2009 წლის შემდეგ, აი 2008 წლის შემდეგ, უკვე 2009 წლიდან, როდესაც რუსეთის უშუალოდ ფედერალური სამსახურის საზღვაო სამართლო დაფუძნდა უკვე ესეთი სიღრმისეულად ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის რახან აფხაზეთს საზღვაო აკვატორია ჰქონდა, მათ პატარა საზღვაო დალოყოფი აქვს და რუსის სამხედროები აფხაზეთის ოკუპირებულ ასე ვთქვათ საზღვაო აკვატორიას აკონტროლებდა. ჩვენ რა ასე ვთქვათ რუკებზეც დავხედოთ, აი პატარა პორტი დღემდე არის. რომელსაც იქ სამხედრო ინფრასტრუქტურასაც შენიშნავთ, იქა სადაც სამხედროების ასე ვთქვათ, საცხოვრებელი სახლებია, პატარა ოფისები, ალბათ რაღაცა დანაყოფები და აშკარად ეთყობა იმათ, რომ ახალაშენებულია ეს ყველაფერი, მაგრამ გარდა ამისა ეს პარალელურად გამოიყენებოდა სხვათა შორის ქვანახშირის ექსპორტისათვის, მათ შორის ტყარჩელის ქვანახშირის არალეგალური ექსპორტისათვის და ნუ არის ვარაუდები, რომ დონბასის 2014 წლის შემდეგ დონბასის ქვანახშირის არალეგალური ექსპორტისათვისაც მოხდებოდა და რუკასო დახედოთ აქ ოჩამჩირეში შაბათაა ყველაფერი ასე ვთქვათ გაფერადებული ოჩამჩირის სპორტის რაღაც ნაწილი. ანუ იყო იქ სამხედრო კომპონენტი
ოჩამჩირის სპორტში იყო, მაგრამ სამოქალაქო კომპონენტით, რაც ამ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს ამ სპორტში. ასე რომ სამხედრო თემას რო დაუბრუნდეთ ისე ხო, ის რომ იქ სამხედრო დანიშნულებით ყოველთვის იყო ეს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით რუსი სამხედრო კატარღები იქ რაღაც ყოველთვიურად 2009 წლის შემდეგ აკვატორიას ასე ვთქვათ აკონტროლებდა, მაგრამ ეხლა ბჟანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ გასვლა მოლოდინი რომ იქ რაღაც უფრო სერიოზული უნდა გაიხსნას. ამ განცხადების შემდეგ უკრაინაში გააკეთეს განცხადება რომ ჩვენს ლეგიტიმური სამიზნე გახდება თუ იქ რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტი გაიხსნება და რუსული სამხედრო გემები ასე ვთქვათ განთავსდება, ну პატარა სასაზღვრო გემები ახლა არ უხდიდა ახლა საფრთხეს და მანამდე რაღაც ეს არ იყო აქტუალური, მაგრამ ეს ღიად განაცხადეს უკრაინის ხელმძღვანელებმა, რუსეთის ხელმძღვანელებს იმართლა გითხრათ, ამაზე რაღაც განსაკუთრებული განცხადება არ გაუკეთებთ, რაღაც ცოტა ამიტომ უცნობად მეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით თუ რა ხდება იქ, ხო, ველოდებით აი რაღაცა ყوار შეიცვალა. ну ამის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა 2022 წლის შემდეგ, თუ არსებული რუკების, სატელიტური რუკების ანალიზი გავაკეთებთ, ნახავთ, გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურული ცვლილებები ნამდვილად არის. იქ გაკეთებული. არის მაგალითად იქ შესასვლელში პატრა ასე ვთქვათ გაფართოებულია თუ პატარა ყურესავით ხელოვნური ყურია, ეს იმიტომ რომ დინარის პირას არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ეს ყური არის უფრო გაფართოებული, რაც ადრე ასე ვთქვათ არ იყო ეს. რაღაც პატარა ინფრასტრუქტურული შენობებია გაკეთებული, თავიდან ამ რაღაც ეჭვები გააჩინა. მაგრამ შარშან მოპოვებული ბოლო ინფორმაციით თქვათ რომ ეს მაინც და მაინც რაღაცა სამხედროა, ამას უკვე ვეღარ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაც სხვა აქტივობა არა, იმიტომ როგორც ექსპერტები ამბობენ, საჭირო აქ ჩაღმავება მოხდეს, იმიტომ რომ წინამძღოლ შემთხვევაში აქ ვერ მოხდება გემების მიღება, რომელიც ვერ მოხდება, აქ რა გემებზეა, ხო ახალ გემებს ხო არა რომელიც უკრაინული დრონების სამიზნეა, ხო ეს არის ფეოდოსიაში, ყირიმში განთავსებული და ნოვოროსიში განთავსებული გემები. რუსეთს გეგმა რა იყო, რომ იმდა დაუცველი იყო ყირიმსა და ნოვოროსიში განთავსებული გემები, რომ ჭირდება რაღაც ალტერნატიული ბაზა. მაგრამ როგორც ჩაითვალა ის, რომ ესეც მიღწევადია უკვე უშამქირის სპორტი და დღეს რაღაცა სამხედრო ინფრასტრუქტურის კუთხე რაიმე გამიმართავს, მე პირადად ვერ ვხედავ. ანუ ახლა ღია წყაროებში რაც არის ინფორმაცია, რაც სატელიტურ რუკებს ვაკურვებ, ხო, შეიძლება რაღაც ამ საქმეს ცოტა სხვა მცოდნეობა, სხვა ინფორმაცია და სხვა ანალიზი გააკეთო, მაგრამ შენ ვარავით იქ გავში რაღაც არ ხდება. საინტერესო რაღაც დაფიქსირდა შარშან თორსტობ ივლისში, როდესაც ესეთი ის მოხდა, რომ ნოვოროსისგან გამოსული სამხედრო გემი ოჩამჩის პორტში შევიდა, 1-2 დღე დაყო და ის შემდეგ დაბრუნდა თავის დისლოკაციაზე. როგორც ამბობენ, ის ნოვოროსისკში სავარაუდოდ უკრაინულ, ასე ვთქვათ, დრონებს გამოეცა. უკრაინული იერიშებს ასე ვთქვათ დაემალა. ეს ერთი ინფორმაცია ნამდვილად დასურდება, იმიტომ რომ ამის რაღაც სატელიტური რუკები არის. დანარჩენ იქ რაიმე აქტივობის შესახებ ძალიან რთულია თქმა, მაგრამ როგორც გითხრათ, საკონდო ტერმინალი გაკეთდა, იქ რაღაც ახალი შენობები აშენდა, გზა გაიყვანეს, მაგრამ ის რაღაცა უფრო შეიძლება საწყობებს გავდეს, მაგრამ ეხა მოდი ვთქვათ, ეხა იქ ფსკერი ჩაღმოვებით სამუშაო ალბათ არ გამორჩება რა. მე შეიძლება გამომშეს ვერ დავინახო ახლა და ვერ გავიგო, მაგრამ თანამგზავრს არ გამოიპარება და ასე სხვა ხალხი გაიგებს. ეხა ეს რატო წარმოგიდგენთ შიშებს, ხო, ოჩამჩირის სამხედრო ფლოტის გახსნა. ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზის აშენების შემთხვევაში, ეხლა რუკას რო დავხედოთ მარტივად, ნახავთ, საოკუპაციო ხაზთან საკმაოდ ახლოსა, ანაკლის პორტთან ახლოს არის. სუბსიდიის ტერმინალთან ახლოსა, ფოთთან ახლოსა, ბათუმთან ახლოსა, ხო? ეს ქართული პერსპექტივა ჩვენ რასაც ვამბობთ, ხო? ის მილსადენი რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ტერმინალებზე შავ ზღვაზე იწვრთნება, ხო? ახლოს არის ისეთ სამხედრო დანიშნულების ობიექტები, რომელიც შეიძლება, ასე ვთქვათ, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს, ხო? იმიტომ რომ ომშია უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლებას და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი მასზე ვერ ვრცელდება, ასე რომ მასზე თავისუფლად შეიძლება განხორციელდეს იერიში, თუ ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურა ამ ომის ნაწილი გახდება, ხო? აქ კიდევ ერთ საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ახალი სამხედრო საზღვაო ფლოტის გახსნა ეს შავი ზღვის სანაპიროს სხვა ქვეყნებისთვის საინტერესოა, ხო? ეხლა რუკას რო შევხედავთ, ნახავთ, რომ ამ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნები ნატოს სახელმწიფოებია, ხო? თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, ხო? რომელსაც თავადაც აქვს რაღაც სამხედრო ბაზები. ანუ მათთვისაც ძალიან საინტერესოა, ნატოსთვისაც ძალიან საინტერესოა, ხო? ამ კუთხიდანაც რო შევხედოთ, ჩვენ და არა მარტო ქართული კუთხით, ხო? იმიტომ რომ რაღაცას ოკუპირებულ ზონაში, რომელიც არის
ნაცისფერი ზონა, რა თქმა უნდა, შავი ხვრელია ძალიან ბევრი აქტივობისთვის, რაღაც ახალი გაურკვეველი სამხედრო ობიექტისთვის ნაშენდა, რომლის კონტროლის საშუალება ესე ვერ გექნება. რა, იმიტომ რომ ოკუპირებული რეგიონია, იქ რაღაცა რუსებისთვის ეს დამოუკიდებელი ქვეყანა აფხაზეთი და ძალიან ბევრი ინფორმაციის დაბალო შეუძლიათ, ხო და რაღაცა ბევრი საკითხი შეიძლება დასავლეთთან და სხვათან არ თანამშრომლობენ. ხო, ახლა ის არ თანამშრომლობენ, მაგრამ რაღაც მომავალში შეიძლება რაღაც სხვა ვითარება იყოს, ხო. ასე რომ, ესეთი ვითარება ახლა ოჩამშის სპორტთან დაკავშირებით რაღაცა ჯერჯერობით სხვა სიახლეები არ გვაქვს. ვაკვირდებით ამ სიტუაციას, ნახოთ, იქ შეიძლება დღეს ეს ჯერ არ მოხსნა, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ იქ რუსები რაღაც სპორტს აშენებენ, აი ამ მომენტისთვის. შეიძლება ხოლმე დაიწყო, რა ვიცი. შეიძლება რაღაც ვითარება შეიცვალოს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს დიდ თანხებთანაც ახო დაკავშირებული, იმიტომ რომ სატელიტურკებს რო დახედავთ, იქ ნახოთ, რომ საკმაოდ პატარა პორტია და პატარა კატერი კი ეტევა, მაგრამ ეხლა დიდი სამხედრო გემია ახლა სოლიდური რომელიც ნოვოროსიში არის დისოცირებული არაგონია უშამშილს და ამ კაპიტალი ხო ჯერჯერობით არ რამდენად გიყეს თან რომელიც დაუცველია თანამედროვე დროს რა ვიცი ახლა უკრაინულმა საზღვაო დრონები ისე განავითარეს ოჩამშილიშიც მე მგონი ნოვოროსიში და კრასნოდარის მხარეში ახლა რა ვიცი ახლა ამ დღეებშიც ჩააღწიეს 2000 კილომეტრზე აღწევენ მათი დრონები და ოჩამშილიშიც საჭიროების შემთხვევაში მათ არ გაუჩნდება ხო საჭირო ისა აქ შეიძლება ერთი საინტერესო თემა შავხრელებზე ვისაუბროთ და დაგვაუწყდეს ცხინვალის რეგიონის ამ კუთხით, იმიტომ რომ ცხინვალის რეგიონშიც ერთ-ერთი შავი ხვრელია და შედარება რო გავაკეთოთ, ეხლა რესურსები შეძნულია, მაგრამ ძალიან ცნობილი ამბავია, რომ 2014 წლიდან, როდესაც დონბასისა და ვისა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები შეიქმნა და ცხინვალში ბანკის საერთაშორისო ანგარიშვალების ბანკი, რომელიც იყო ეს რუსეთის ნაზაროვი იყო ეს ვიცე-პრემიერი, რომელიც რომის კრეატურათაც ითვლება ეს რაღაც თანაშრომის სამკუთხედის შექმნა, იმიტომ რომ მაშინ რუსეთი არ აღიარებდა უკრაინის ამ ორ რეგიონს, ცხინვალის რეგიონმა აღიარა დონბასი და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ფულადი გადარიცხვები ხდებოდა ცხინვალსა და დონეცკსა და ლუგანსკს შორის, მაგრამ ეკონომიკური აქტივობა რეალურად რუსეთსა და ამ ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ეხლა როდესაც 2022-ში უკვე რუსეთმა აღიარა, უკვე ამის აუცილებლობა გაქნა, ხო? და მე საერთოდ როცა შეიერთა, მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის ცხინვალის რეგიონი ძალიან წუხდნენ ამაზე, იმიტომ რომ საერთაშორისო ანგარიშვალების ბანკი გადასახადებს იხდიდა და ცხინვალის ეკონომიკა პრაქტიკულად ადგილობრივი ეკონომიკა პრაქტიკულად არ არსებობს, აფხაზეთისკენ განსხვავებით. ცხინვალის რეგიონში სადაც ბიუჯეტის 90%-ზე მეტი არის რუსული დაფინანსება და ის ეკონომიკა რაც არის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, ხო, ეს პატარა შემოსავლებიც კი და ეს ბანკი რაღაც გადასახადებს იხდიდა და ცხინვალის რეგიონში ახლა სადღაც 40000-მდე კაცი ცხოვრობს, ესე ძალიან გაბერილი მონაცემები, ხო, თვითონ ამბობენ 215,000 ვარ თუ მაგრამ 40,000-იც კი ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. ამ ბანკმა კიდევ მიიქცია ყურადღება, ну როგორც ამბობენ, ამ ბანკში ხდება ეხა ფინანსური გადარიცხვები ჩრდილოეთ კორეიდან და ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ანგარიშსწორება ნავთობისთვის თუ იარაღისთვის, იარაღს კორეათვის, ჩრდილოეთ კორეათვის, რუსეთი რაღაც ნავთობით აწვის, ხდება სწორედ ამ ბანკის საშუალებით, იმიტომ რომ ეს ბანკი ასე ვთქვათ ამ სქემაში არის ჩართული, სხვა რუსული ბანკები ამას ვერ იცკავენ მაინც, ის ბევრი შეიძლება სანქციების ქვეშაა, მაგრამ არავის არ უნდა არალეგალური მას ჩართვა, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეა არაერთ მიმართულებით არის ისეთ სანქცირებული, როგორც რუსეთი ახლა, ეს ბანკი რომელიც არის ცხინვალის რეგიონში ამისთვის გამოიყენება და სწორედ ამისთვის ეს ბანკის შეყვანილიც არის კიდევ სანქციაში, მაგრამ ნუ ახლა ამისთვის როგორც ამბობენ გამოიყენებენ და ნუ ამის ახლა მენაკლებად მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საჭირო ხალხს ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს, ამის შესახებ არის გარკვეული მტკიცებები. ანუ ომის შემდეგ ფაქტია, რომ რუსეთი ამ რეგიონს ოკუპირებულ რეგიონს როგორც ჩაუხრელს სანქციების გვერდის სწავლის ერთ-ერთ საშუალებას იყენებს ახლა. ორივე ძალიან პატარა რეგიონი, რომელსაც შეძნული რესურსია, ხო, ბუნებრივია, რაღაც ამის იმეზე რუსეთი ვერ იქნება, ხო, ძალიან ბევრი სხვა ასე ვთქვათ ვარიანტებიც აქვს, მაგრამ სწორედ დამატებითი საშუალება ამისთვის, რომ რაღაცა ერთ-ერთი შესაძლებლობა. ხო, ერთ შესაძლებლობა და რატომაც არა, ხო, რაც მეტი იქნება უკეთესი და რაც უფრო ჩახართული იქნება სქემა, როცა შავ საქმეს აკეთებ, რაც მეტად ჩახართავ, მით უკეთესია, ხო, რომ რაღაცა დამალოს ყველაფერი შენი შავი საქმე მაგრამ კეთილი მამუკა ძალიან დიდი მადლობა მამუკა კომახია რონდელის ცენტრის მკვლევარი იყო დღეს ჩვენთან ერთად მადლობა შენ